გამარჯობა ქიმიის გურმანებო. თქვენ უსმენთ პერიოდულ ექსპრესს, გადაცემით ამ პერიოდული მაგითა, ელემენტები ახლოდან. დღეს ჩვენ სტუდიაში განსაკუთრებული სტუმარია. ის იმდენად მსუბუქია, ცრივს დავაკავეთ სკამზე, რომ არ გაფრენილიყო. პერიოდული სისტემის აბსოლუტური ჩემპიონი და ნომერ პირველი წყალბადი. გაუმარჯოს, ბოდიში ცოტას თუ ვიფართხალებ, უბრალოდ ჩემი სიმკვრივე იმდენად დაბალია, რომ გრავიტაციასთან მუდმივი კონფლიქტი მაქვს. ბატონო წყალბადო, თქვენ ხართ ნომერი პირველი. რას ნიშნავს ეს თქვენთვის? ეს ნიშნავს, რომ მე ვარ OG, ეგრეთ წოდებული ორიგინალ ელემენტი. როცა სამყარო დაიბადა, ჯერ მე ვიყავი და მერე ყველა დანარჩენი. ჩემი აგებულება იმდენად მარტივია, რომ ქიმიკოსებს ეღიმებათ. ერთი პროტონი და ერთი ელექტრონი, მორჩა. არანაირი ზედმეტი ბარგი. მე ვარ სამყაროს 75%-ის შემადგენელი ნაწილი. თქვენი ჟანგბადი და ნახშირბადი ჩემთან შედარებით იშვიათი ეგზემპლარები არიან. 75%? ესე იგი კოსმოსი თქვენითაა სავსე? რა თქმა უნდა, ვარსკვლავები მე ვარ, ზე ჩემი დამსახურება, მე და ჩემი მეგობარი ჰელიუმი იქ ისეთ ბირთვულ წვეულებებს ვაწყობთ, რომ მთელ გალაქტიკას ათბობს. მე რომ არ ვიყო, მზე უბრალოდ ცივი ქვა იქნებოდა. თქვენ სახელს თუ დავაკვირდებით წყალბადი, წყლის წარმოშობასთან ხართ დაკავშირებული. ეგ ჩემი საყვარელი როლია. როცა ორი ნიჩვენაერები და ერთი ჟანგბადი ვიკრიბებით, ვქმნით H2-ს. მე თუ მკითხავთ, წყალში მთავარი მე ვარ, ჟანგბადი უბრალოდ მძიმე წონაა. ჩვენ გარეშე დედამიწა ერთი დიდი უდაბნო იქნებოდა. მართალია რომ სასწორზე ვერ გხედავენ? სასწორზე მე იმდენად მსუბუქი ვარ, რომ ჰაერზე 14-ჯერ ნაკლები წონა მაქვს. თუ ბუშში ჩამსვოთ, პირდაპირ სტრატოსფეროში გაგაქანებთ. თუმცა მაქვს მძიმე ვერსიების, დეტერიუმი და ტრიტიუმი. ისინი ჩემი კუნთოვანი ძმები არიან, რადგან ცოტა ნეიტრონები მოემატათ და გასუქდნენ. თუმცა ამბობენ, რომ ცოტა ფეთქებადი ხასიათი გაქვთ. ჰაჰაჰა, ნუ კარგით ახლა, ვის არ მოსვლია, დიახ ძალიან ადვილად ვინთები. ჟანგბადთან ერთად თუ ვარ და ვინმე მასცანს გაჰკრა, ბუმ! მაგრამ ეს ჩემი პლუსია. სწორედ ამ ენერგიის გამო გამიყენებენ რაკეტების საწვავად. მე კოსმოსური ხომალდები მთვარეზე მივყავს. ესე იგი თქვენ ხართ ყველაზე პატარა, მაგრამ ყველაზე ძლიერი? ბეიბი, მე ვარ მომავლის ენერგია. როცა ადამიანები ისწავლიან ჩემს სწორედ გამოყენებას მანქანებში, ჰაერი ისეთივე სუფთა იქნება, როგორც სამყაროს შექმნის პირველ დღეს. საოცარია და ბოლოს რას გვირჩევდით ჩვენ? ჩემი რჩევა, იყავით პირველები ყველაფერში. ნუ შეგეშინდებათ, რომ ჯერ პატარები ხართ. გახსოვდეთ, ყველაზე პატარა ელემენტი სამყაროს მართავს და კიდე შეინარჩუნეთ სიმსუბუქე ცხოვრებაში. ნუ დაიმძიმებთ თავს ზედმეტი პრობლემებით. იფრინეთ მაღლა, ოღონდ ცეცხლთან მაინც ფრთხილად იყავით. მადლობა ბატონო წამყვანო. ეს იყო პერიოდული სისტემის ნამდვილი ვარსკვლავი. მომავალ შეხვედრამდე.